გორში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა, პროცესს არც ერთი მათგანი არ ესწრებოდა. ბრალდებულებიდან 3 გიორგი წყრიალაშვილი, ვლადიმერ გოდერძიშვილი და ვანიკო მისერელი დანაშაულს აღიარებენ. მოქალაქეების ცემისთვის დაკავებულებიდან ერთ-ერთი პოლიციელი საბა წაველიძე 19 წლისაა. მისი ადვოკატის თქმით ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დღეს ლექტორმა ნანი გვარიშვილმა თქვა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები დამონტაჟებულია. ის იმ სტუდენტებს ადანაშაულებს, რომლებმაც მას დიუშენის მქონე ბავშვებისთვის პეტიციაზე ხელმოწერას თხოვეს. სის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულ 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მენთეშაშვილი უკვე 7 თვეა პატიმრობაშია, შესაბამისად ციხეს აგვისტოში დატოვებს. მახუნცეთის ჩანჩქერში კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვეღარ მოახერხა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.